გაგრძელდება თუ არა დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების წევრების მთავრობის მაღალჩინოსნებისა და სამართალდამცავების სანქცირება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირებისთვის ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესება განგრძობითი პროცესია და მას მომავალშიც უნდა ველოდოთ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, გუშინ პოლონეთის მიერ 8 ქართველი სამართალდამცველისთვის სავიზო სანქციების დაწესება ამის დასტურია. ჩემს მოსალოდნელი იყო და მე ვიცოდი რომ აპირებდნენ ამ სანქციების დაწესებას განგრძობითად. მე შემიძლია გითხრათ და ადრეც მithქვამს არაერთხელ რომ კიდევ ძალიან ბევრ სანქციას დაუწესებენ და ბოლოს ვერსად ვეღარ შევა ვერც კობახიძე და ვერც პაპუაშვილი და შეუძლიათ შემდეგ იარონ ესე წრეზე იმ რამდენიმე წელს სახელმწიფოში რომელშიც ჯერ კიდევ მათ უშვებენ. რაც შეეხება ბრალეულობას, ის თუ ვისი ბრალია ეს არის მათი ბრალი. იმიტომ რომ მათ მოიპარეს არჩევნები, მათ უარყვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, მათ მოუწყვეს ტერაქტი საკუთარ ერს და ისინი დაესხნენ თავს სრულიად ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთის, ირანის და ჩინეთის გასახარად. ამიტომ თუ ვინმეს კითხვა გააჩნია ბრალეულობა ვისია, მათ მოუწოდებ კობახიძეს ჩაიხედონ სარკეში და დაინახავენ ვისია ბრალეულობა. მთელ დასავლურ სამყაროში და რა თქმა უნდა მათ შორის იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი, ისტორიული და ბუნებრივი მოკავშირე, პოლონეთი არსებობს ძალიან კაფე ოპოზიცია ივანიშვილის ბანდასთან დაკავშირებით. ის ადამიანები და მათ შორის ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში იღებენ მონაწილეობას, ქვეყანაში აყარებენ დიქტატურას და ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის წინააღმდეგ მათ აქვს დაწყებული კამპანია, რომელიც არის ძალადობრივი ხასიათის და ზღუდავს ყველა სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებას, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაბამისი პასუხი გაცემული მათ შორის კონკრეტული სანქციების სახით. ეს იქნება კიდევ უფრო გართულებული, გამკაცრებული და უფრო მრავალრიცხოვანი სანქციების კუთხითაც წარმოჩენილი უახლოეს მომავალში, სანამ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟს არ მოახდენს ქართული ხალხი. საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად პოლონეთის სახელმწიფომ 8 ქართველი სამართალდამცველისთვის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 17 აპრილს გამოაცხადა. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, სანქცირებული 8 პირი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზეა პასუხისმგებელი. ქართული ოცნება სანქციების დაწესებას ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის არ დაბრუნების გამო დასავლეთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ დასჯის მეთოდს იყენებს. საქართველო, რომელიც არის ეკონომიკური ზრდით სამაგალითო, ასევე ევროკავშირის პირობებში ნომერ პირველი ქვეყანა არის ევროკავშირის ზრდის ტემპით და საქართველო და ქართული ოცნება ხელისუფლება, რომელმაც 2012 წელს დაასრულა დანაშაულებრივი რეჟიმი და დაასრულა წერტილი დაუსვა ადამიანის უფლებების შელახვას, ხო? ამ მომენტიდან მოყოლებული ჩვენ ვიცავთ ყველა იმ ძირითად უფლებას, რომელიც ადამიანს გააჩნია და პირიქით აღნიშნული ჩვენი პრიორიტეტი არის. ამის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნები ასანქცირებენ საქართველოს სხვადასხვა საჯარო მოხელეს, პოლიციელებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ როდესაც ამ ქვეყნების უმრავლესობაში ნომერ პირველი ადამიანის უფლებების დამრღვევები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან და მათთვის მიხეილ სააკაშვილი არის რაღაცა ლეგენდა, წარმოუდგენელი არის, რომ რეალურად სანქცია მიემართებოდეს სწორედ ამ მიზნობრიობას. სანქციები რეალურად მიემართება ქართულ ხალხს იმიტომ, რომ ქართულმა ხალხმა არ დააბრუნა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ქართული ოცნების წევრებსა და მაღალჩინოსნებს სავიზო და ფინანსური სანქციები დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. 2024 წლის ივნისსა და სექტემბერში შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის სავიზო შეზღუდვები 90-მდე პირს დაუწესა. დეპარტამენტის განცხადებით სანქცირებულთა სიაში ექცეოდნენ ქართული ოცნების ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან მათ თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით ბოროტად გამოიყენეს. სანქციები დაწესებული აქვს დიდ ბრიტანეთსაც. 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ პირთა სიას ქართული ოცნების ხელისუფლების კიდევ 4 მაღალჩინოსანი შეემატა. შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ქართული ოცნების წევრებისა და მათთან დაახლოებული პირებისთვის სანქციები ჩეხეთს, გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებსაც აქვთ დაწესებული.